ვაჯამებთ ფერმერთა ასოციაციის საქმიანობის 13 წლის თავს. და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი შთამბეჭდავი და ხელჩასაჭიდი ბევრი რამ გაკეთდა. რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორების, დონორების მხარდაჭერით და აუცილებლად მინდა გამოვყო ევროკავშირი, შვედეთი, ავსტრია, კანადა, ამერიკა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც წლების განმავლობაში ისინი როგორც ფერმერებისთვის, ასევე ჩვენთვის ახორციელებდნენ და პრინციპში ინსტიტუციური განვითარებაც მათი მხარდაჭერით არის. აქ არიან წარმოდგენილი არაჩვეულებრივი ადამიანები, ფერმერები, ქალები, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელშეწყობით, ასევე რომლებიც სხვადასხვა რეგიონიდან და საქართველოს ყველა რეგიონი, 10-ვე რეგიონი მოვიცავით, წარმოადგენენ თავიანთ უნიკალურ პროდუქციას. ჩვენ ჩვენის მხრივ გავაკეთეთ შეჯამება, თუ რა გავაკეთეთ 13 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობისთვის, ჩვენი ხარდამჭერები იყვნენ, როგორც დონორები, როგორც უკვე აღნიშნე, ასევე ხელისუფლება, რომელმაც განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობა მათთვის პრიორიტეტი იყო და ძალიან ბევრი მიმართულებით ვიმუშავეთ. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი დღეა წინა საახალწლო, გაფერადებული სხვადასხვა პროდუქტით და მოსახლეობას და იმ ადამიანებს, ვისაც ქართველი ფერმერის წარმოებული პროდუქტი უყვარს, ექნება შესაძლებლობა, რომ თავიანთ საახალწლოს უფრა გაალამაზონ მათი პროდუქტით, რაც თავარია ჩვენი მხრიდან იყო ერთ-ერთი კიდე გამოხატულება იმ პატრიოტი ადამიანების მიმართ, რომლებიც წლების განმავლობაში არ გვტოვებენ ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენთვის საკვებს ამზადებენ, არ ტოვებენ თავიანთ სოფლებს, რეგიონს და ხელს უწყობენ ეკონომიკის განვითარებას. წინა საახალწლოდ გვინდოდა მათთვის, ესე ვთქვათ, მოგვეწყო პატარა სადღესასწაულო ერთი დღე, რომელიც ვფიქრობ, რომ კარგად დაამახსოვრდებათ. აუცილებლად მინდა გამოვყო ჩვენი ადგილობრივი პარტნიორები, აჭარა ჯგუფი, რომელიც გამორჩეულია თავისი სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობით და წლებია ჩვენ ფერმერებს და მათ შორის ჩვენ მხარში გვიდგას, საქართველოს ბანკი, აგროტექნო და ძალიან დიდი მადლობა კიდევ მინდა გადაუხადო ეროვნულ ბიბლიოთეკას, რომელმაც გაგვაახლებინა ისტორია, ძველი აგრარული ბაზრის ისტორია და დღეს აქ მომსვლელ ადამიანებს აქვს შესაძლებლობა, რომ ნახონ და გაიხსენონ ჩვენი წარსული და თანამედროვეობასთან ზიარება როგორი არის. ესეთი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი, სადაც პირდაპირ შევხვდებით ჩვენს მომხმარებელს და გვექნება უშუალო ურთიერთობა, რადგან ეს ურთიერთობა აუცილებლად უნდა ნდობას ეფუძნებოდეს. იმიტომ რომ დავუშვათ სუპერმარკეტის პროდუქტისგან ჩვენი პროდუქტი იმით განსხვავდება, რომ ადამიანი მოდის პირადად უხსნი, უყვები დაწყებული ტექნოლოგიიდან დამთავრებული ისტორიით და ეს არის ძალიან დიდი ღირებულება. ლაგაზიში ვაწარმოებთ ქართულ ხორბალს და ამ ხორბლისგან ტრადიციული მეთოდით ვამზადებთ პურს ბუნებრივ საფუარზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნატურალური პროდუქტის და ტრადიციული მომზადების წესების დაფასება და ამიტომ მადლობას ვუხდით საქართველოს ფერმერთა ასოციაციას ამ შესაძლებლობისთვის, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ეს ღონისძიება ძალიან კარგი საშუალებაა ფერმერებისთვის, რომ საკუთარი თავი წარმოაჩინონ და კომუნიკაცია დაამყარონ საზოგადოებასთან.